გამოხდის პროცესში უმატებენ. კი, ამას აყრიან თვითონ. ორი მეთოდი არის, ან ჩაყრიან სპირტთან ერთად და ისე გამოხდიან, ან არის რაღაც გამოსახდელ ქვაბში წარმოგიდგენთ, რომ ზემოთ ჩამოკიდებული არის ეს რაღაც კალათა, რომელშიც ღვია არის და პლუს სხვა ამას არომატები გაყვება. არომატები მიდის, როცა იქ აუხრებული სპირტი გაივლის, ამ არომატებს შეიძენს და გადმოდის და კარგი ჯინი მაშინ არის, როდესაც ჯინში იგრძნობა დომინანტურად ღვიის არომატი. შემდეგ შეიძლება სხვა მოდიოს ციტრუსი, რაღაცა ქინძი და ასე შემდეგ. ეს ღვია ნაღდი უნდა იყოს. ღვია, ну, ბოთლებზე ახატია ხოლმე ის არაფერია. მარცვლები ეს კონკრეტენკას ეძახი. ხო, კენკრა, ლურჯი მოცვი. ღვია, მოცვი არა, ღვია. ღვია? უნდა გამოიყურება, კი. ტეკილა. კიდე თქვა? მე ტეკილა მიყვარს. მეც მიყვარს, ოღონდ ცოტას ვსვა. ტეკილა. არა, მე ბევრს ავსვა. მე შემიძლია ერთი ბოთლი ტეკილა დავო. ტეკილა ცოტა. ოღონდ ლიმონი თუ მაქვს რა. ლიმონოთ, აი ლიმონი თუ მაქვს, შემიძლია დიდი ჯამი ლიმონი შევჭამო, დავიტე. არა, მარილი არა. მარტო ლიმონი და ეს ტეკილა დავდე ლიმონში ჭო, გონი პირში რაღაც აღიფეთქდავი, მაგარია. ტეკილებიც ისევე როგორც სხვა მძიმე ალკოჰოლი არის, უბრალოდ ანალოგიურად როგორც დაჟდე და შოთებად და ლიო და არის ისეთი რომელშიც არომატის პონა შეგილია. რეალურად ტეკილა რა არის, ხო? ნუ აგავის ნაყოფი გამოხდილი დისტილატი, რომელიც მიიღება და ცისფერი აგავის ფესვია მგონი დავარგებული და მე კი. მაგრამ ასევე არსებობს იგივე აგავა, ჯერ გამომცხვარი, შემწვარი არ ვიცი რო. ხო, აცხელებენ მაგას, მე ხო რაღაც ჩაი იმაშვება. და შემდეგ ამას უკვე ხდიან და ეს არის მესკალი თუ სწორად მახსოვს. წინაპარი ეგ არის ეს ხარ ტეკილის.